მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია Aqualias Georgian Water and Power-ის მენეჯმენტში შესვლიდან დღემდე თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმარაგების გაუმჯობესების მიზნით 100-ობით მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გამოიცვალა წყალმარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის ნაწილი, ჩატარდა სხვადასხვა სამუშაო, რომლებიც მიზნად ისახავს ავარიული წყოტების მინიმუმამდე შემცირებას. წყალმარაგების გაუმჯობესებისათვის საინვესტიციო პროექტების განხორციელება გრძელდება, უფრო კონკრეტულად თუ რას მოიცავს თემებთან შეთანხმებული მომდევნო წლების განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები, რა გამოწვევების დაძლევა უწევს კომპანიას, ვისაუბრებთ გადაცემის სტუმართან, Georgian Water and Power-ის საოპერაციო დირექტორთან გიგა ნადირაძესთან ერთად. მოგესალმებით გიგა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. რაც შეეხება კომპანია გიგა, პირველი კითხვა, სანამ ესე თქვათ, თქვენ დაიწყებდეთ საუბარს, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ იმასთან დაკავშირებით, თუ დღემდე რა პროექტებია განხორციელებული მას შემდგომ, რაც Aqualias შემოვიდა კომპანიის მენეჯმენტში. რა შეიცვალა ამ კუთხით, რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია და თუ არის შემცირებული ავარიული წყოტების მაჩვენებელი? რაც შეეხება უშუალოდ Aqualias შემოსვლის დღიდან დღემდე საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ამ ყველაფრის ასახვას, ესე ვთქვათ, მომსახურების სტანდარტზე, ჯამურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 9 მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა წყალმომარაგების სისტემებში, როგორც თბილისში, ასევე რუსთავსა და მცხეთაში და ეს საინვესტიციო პროექტები თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა, რომ წყალმომარაგების მიწოდების სერვისი გაზრდილიყო და გაუმჯობესებულიყო. უშუალოდ საინვესტიციო პროექტები მოხმარდა როგორც მაგისტრალურ და მსხვილ ინფრასტრუქტურას, ასევე გათვალისწინებულიყო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და მერიებთან ერთად განვახორციელებთ. თბილისის შემთხვევაში მსგავს ტიპის პროექტები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გაკეთდა, ეს არის გახოკიძის ქუჩა, ასევე მსხვილი პროექტი, ასევე გაკეთდა წყნეთის გზატკეცილი, წერეთლის გამზირი და მიუხედავად იმისა, რომ ქსელები ახლდება და ქსელების რეაბილიტაცია კეთდება, ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განახლდა სატუმბი სადგურები, რეზერვუარები და ისეთი, ესე ვთქვათ, ჰიდრაულიკური კვანძები, რომლებიც აუცილებელია წყალმომარაგების სისტემაში, რომ შესაბამისი სტაბილური წყლის მიწოდება იყოს და წყალარნების სერვისი მუშაობდეს გამართულად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მიმართულება ერთ-ერთი იყო რუსთავის წყალმომარაგების სისტემა, სადაც გარკვეული ტიპის გამოწვევები იყო წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. ჩვენ განვახორციელებთ მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელიც მიმართული იყო ერთის მხრივ მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციაზე. ამავდროულად, ვინაიდან რუსთავი თავის მხრივ რამდენიმე ეტაპიან სატუმბის სადგურებზე არის დამოკიდებული ქალაქის წყალმომარაგება, სრულად მოვახდინეთ ამ სატუმბის სადგურების რეაბილიტაცია და ყოველივე აღნიშნულმა თავის მხრივ დადებითად იმოქმედა მომსახურების ხარისხზე. რიცხვებში რო გამოვხატოთ ამ საინვესტიციო პროექტების გავლენა უშუალოდ წყალმომარაგებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელთან შედარებით 20% არის წყოტების რაოდენობა შემცირებული, ანუ ისეთი ტიპის ინციდენტების რაოდენობა, რომელსაც სასმენისწყლის წყოტა მოყვება. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის უშუალოდ ერთ წყვეტაზე საშუალოდ რამდენი მომხმარებელი სუწყდება წყალი. აღნიშნული მონაცემი 25% არის შემცირებული, რაც თავის მხრივ განპირობებულია იმ პროექტებით, რომელიც ხორციელდება ზონირების პროგრამის ფარგლებში, რათა მიკროსექტორების იდენტიფიცირება მოხდეს და ესე ვთქვათ, წყვეტის არეალი არ იყოს უფრო დიდი და ამავდროულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც პრევენციული მიმართულებით მუშაობთ ჩვენ, რომ ეს დაზიანებების რიცხვი, დაზიანებების იდენტიფიკაცია მოხდეს მანამ სანამ ის არაგეგმიურ წყოტას გამოიწვევს, ეს არის დანაკარგები და დანაკარგები დაახლოებით 28% არის შემცირებული დანაკარგების თემა თუ კომერციული დანაკარგების? ორივე ერთდროულად, მაგრამ უფრო მეტად ტექნიკური დანაკარგები. გასაგებია, საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩატარებული ამ წლების განმავლობაში და შედეგიც ფაქტობრივად არის უკვე გაუმჯობესების მიმართულებით. რა გამოწვევებია დღეისთვის, რომელსაც აი ყველაზე ძირითად გამოწვევად მიიჩნევს კომპანია და რა სამუშაოები ტარდება ამ გამოწვევების დასაძლევად? გამოწვევები გამოყოფდი რამდენიმე მათგანს. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო პირველი ინფრასტრუქტურული კომპონენტი, რომელიც უშუალოდ, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევაა ჩვენთვის, ვინაიდან
ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარი წყალმომარაგების სისტემაზე, მასშტაბზე, რომელიც 1,5 მილიონამდე ადამიანს ამარაგებს. აქ საუბარი არის მაგისტრალურ მილსადენებზე, დიდი დიამეტრის მილებზე, გვირაბებზე, რომლებიც 10 წლეულების წინ არის მოწყობილი და შესაბამისად უკვე პერიოდულად საჭიროებს რეაბილიტაციას, სწორედ პრევენციის მიზნით, რომ იქ არ მოხდეს დაზიანებები, რომლებსაც დიდი გავლენა ექნება დიდი რაოდენობის მომხმარებელზე და ესე შემდეგ. ერთ-ერთ გამოწვევად გამოყოფდი მაგისტრალების მიმართულებას, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ ეტაპობრივად მათ რეაბილიტაციას და ჩანაცვლების პროგრამას, რომელიც შემდგომ წლებშიც აუცილებლად გაგრძელდება და გვაქვს კონკრეტული გეგმები ამასთან დაკავშირებით, თუ სად არის უფრო მეტად კრიტიკული მდგომარეობა მაგისტრალებისა და წყალმომარაგების გვირაბების მხრივ და რა არის კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტები კომპანიის მხრიდან. ეს რაც შეეხება მაგისტრალურ მილსადენებს. ასე ვთქვათ, მაგის პარალელურად გამოყოფდი ურბანულ ნაწილს, ურბანულ გამოწვევებს. მოგეხსენებათ, რომ თბილისში ცალკეული უბნების სწრაფი განაშენიანება ხდება, განვითარება, რაც იწვევს იმას, რომ ეს 10 წლეულების წინ მოწყობილი სისტემა თავის მხრივ არ ითვალისწინებდა მსგავსი მასშტაბის და რაოდენობის მოსახლეობის მომარაგებას და ამ შემთხვევაში ჩვენ გარკვეული ტიპის, ესე ვთქვათ, სირთულეებს ვაწყდებით, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც მოხმარება იზრდება, ისედაც გაზრდილი მომხმარებლების ფონზე და ეს სისტემა ვერ პასუხობს, ან რთულია რომ ამ სისტემით უპასუხოთ. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მიერთებას უზრუნველყოფს მომხმარებლების, განიხილავს, განაცხადებს და მუნიციპალიტეტთან ერთად კოორდინაციით ჩვენ გვაქვს წინსწრებით ინფორმაცია, სად იგეგმება ცალკეული განაშენიანებების განვითარება. შესაბამის უწყებებთან ერთად ფაქტობრივად ხდება დაგეგმარება იმ კონკრეტული ტერიტორიის, სადაც შემდგომში განაშენიანება მიმდინარეობს. ზუსტად, სანამ მუნიციპალიტეტი გასცემს კონკრეტულ მშენებლობის ნებართვებს, ჩვენ წინსწრებით გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ იქ იგეგმება პირობითად განაშენიანება, ეს იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები. სწორედ ამიტომ ჩვენ წინსწრებით ვახდენთ მსგავსი ტიპის ლოკაციების იდენტიფიცირებას და ჩვენი სისტემის სიმძლავრის ისეთ დონეზე მიყვანას, რომ უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში ან არსებულ მომხმარებელთან მიმართებაში რაიმე ტიპის სირთულეებს არ წავაწყდეთ. მესამე კომპონენტი ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევები, როდესაც განაშენიანება განხორციელებულა, თუმცა თქვენ არ გქონიათ ინფორმაცია, თუნდაც წინა წლების გამოცდილებაზე რომ ვისაუბროთ და როგორ მოგვარდა აღნიშნული პრობლემა. ახსენეთ საუბრის დასაწყისში, რომ ძალიან ხშირად ინფრასტრუქტურა არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ამა თუ იმ ლოკაციაზე შეიძლება შეგვხვდეთ. 2020 წლიდან მუშაობს სპეციალური წესი, რომელიც გულისხმობს განაშენიანების გეგმის დამტკიცებას მუნიციპალიტეტის მიერ და ამ განაშენიანების გეგმის დამტკიცების პარალელურად მენაშენეებს ვალდებულება აქვთ, რომ წინსწრებით შეატყობინონ კომპანიას, ლიცენზიათ კომპანიას, წყალმომარაგების კომპანიას ინფორმაცია თუ რა ტიპის განაშენიანებას გეგმავენ, რა არის მათი წყლის მოთხოვნა და ეს წინსწრებით ინფორმაციის გაზიარება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენ გქონდეს ინფორმაცია რა ტიპის განაშენიანება მოხდება, რა იქნება წყლის მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ეს განაშენიანება დასრულდება და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან სინქრონულ რეჟიმში უზრუნველყოთ ჩვენი სისტემების თანხმდარში მოყვანას. გასაგებია და ამ მომდევნო გამოწვევაზე ამბობდით, რომელიც ასევე ერთ-ერთ ასე თქვა ძირითად გამოწვევას ახელდება, ეს არის თუ არ ვცდები წყალარინების მიმართულება. წყალარინების მიმართულება. სწორედ ჩვენ ვისაუბრეთ არაერთი მიმართულება უკვე, რომ წყალთან მიმართებაში რა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ წყალარინებას რაც შეეხება თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადიკალურად განსხვავებული არის გამოწვევები მათ შორის წყალარინების სისტემებთან მიმართებით. როდესაც ჩვენ წყალმომარაგების სისტემაზე ვსაუბრობთ სასმელ წყალზე, იქ დაზიანების რიცხვი პირდაპირ მეტყველებს არსებული აქტივის, ასე ვთქვათ, მილსადენების მდგომარეობაზე, უნდა შეიცვალოს ის, არ უნდა შეიცვალოს და ამ შემდეგ. თუმცა წყალარინების მილსადენებზე დაფიქსირებული, ესე ვთქვათ, გაბიდუნები, რაც მე უკვე პრობლემას ქმნის და წყალარინების ამოსვლასთან არის დაკავშირებული ქუჩაში იქნება ეს თუ ჭაში, ეს შემთხვევები დიდწილად განპირობებული არის მოხმარების სპეციფიკიდან, უშუალოდ მომხმარებლიდან გამომდინარე. ჩვენ რაც სტატისტიკა გვაქვს, დაახლოებით 40% მოდის ისეთ ტიპის დაზიანებებზე წყალარინების შემთხვევაში და სერვისის შეფერხებებზე, როდესაც ჩვენ ხვდებით წყალარინების სისტემებში ისეთ ტიპის ჩამდინარე სითხეებს ან მყარ-ნაჩენებს, რომლებიც არ არის თავსებადი წყალარინების სისტემასთან და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გავატარეთ გარკვეული ტიპის PR კამპანია ცნობიერების გაზრდის მხრივ წყალარინების სისტემაში რისი ჩაყრა შეიძლება
და რისი არ შეიძლება და ამ ტიპის PR კამპანიებს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგზავნებთ. საჭიროა მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. გიგა, აუცილებლად მინდა გკითხოთ იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც CEMEC-თან შეთანხმებულია და მომდევნო წლების განმავლობაში არის გათვალისწინებული მათი განხორციელება. კონკრეტულად რა საინვესტიციო პროექტებია, რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება და რა არის ის ძირითადი მიზანი, რომელსაც კომპანიას ახავს თითოეული პროექტის შემთხვევაში. საინვესტიციო პროექტი მოიცავს მომდევნო 3 წელს, ასე ვთქვათ, მოიცავს როგორც სასმელი წყლის სისტემას, ასევე წყალარინების სისტემებს. აქ მოცემული არის გარდა მილსადენების რეაბილიტაციისა და გარდა მაგისტრალების რეაბილიტაციისა, ასევე სატუმბის სადგურები, რეზერვუარები და სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, რომ გამართულ რეჟიმში იყოს. გამოყოფდი რამდენიმე მიმართულებას, რომელიც ესე ვთქვათ, უფრო დიდი მასშტაბის პროექტებთან არის დაკავშირებული ჩვენს მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმაში. ეს არის მაგისტრალური მილსადენები სასმელი წყლის შემთხვევაში, ასევე დიდი წილი აქვს დათმობილი ჩვენი მხრიდან ისეთ ტიპის პროექტებს, რომელიც აუცილებელია, რომ სიმძლავრეები გაიზარდოს, აი წეგან რასაც აღნიშნავდით ზაფხულის პერიოდში სწრაფი განაშენიანებიდან გამომდინარე, რომ რაიმე ტიპის შეფერხებები არ იყოს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ამ მიმართულებით ჩვენ რაც წარდგენილი გვაქვს, არის სამგორის გამწმენდი ნაგებობიდან მომავალი მაგისტრალური მილსადენი, რომელიც დაგეგმილია არა მხოლოდ რეაბილიტაცია მაგისტრალური მილსადენის სრული დაახლოებით 10 კილომეტრიანი მონაკვეთის, არამედ დიამეტრის გაზრდაც, ვინაიდან აღნიშნული მაგისტრალური მილსადენი ამარაგებს თბილისის ზედაზონებს და ჩვენი გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვა არის, რომ დიამეტრის გაზრდიდან გამომდინარე ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა აღნიშნული მაგისტრალური მილით განვახორციელოთ რუსთავში ალტერნატიული წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სწორედ ამ ესე ვთქვათ კომპონენტს უკავშირდება აღნიშნული მაგისტრალის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, უშუალოდ მომხმარებელთან რაც დაკავშირებული პროექტები არის, ეს წყვეტებთან, დაზიანებებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა შემუშავებული, რომელიც გაუზიარეთ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებული ჰოტსპოტების იდენტიფიკაციას და მათ აღმოხრას. აღნიშნული პროგრამა თავისი მიზნიდან გამომდინარე მოიცავს იმ ცხელი წერტილების იდენტიფიცირებას, სადაც განმეორებით ან ხშირად ხდება დაზიანებები, იქნება ეს სასმელი წყალი თუ წყალარინების სისტემა და ამ ცხელ წერტილებთან დაკავშირებით ჩვენ თითოეულ შემთხვევაზე გვაქვს წარდგენილი ტექნიკური გადაწყვეტა თუ რა ტიპის ღონისძიება უნდა გატარდეს, ქსელების რეაბილიტაცია, წნევის რეგულირების პროგრამა თუ სხვა რაიმე ტიპის აქტივობა არის, მსგავს ტიპის ლოკაციები იდენტიფიცირებული გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გეგმაში გათვალისწინებული არის გარკვეული ტიპის ღონისძიებები მომდევნო 3 წლის განმავლობაში. გასაგებია და ბოლოს გიგა აუცილებლად მინდა გკითხოთ ყველა კომუნალური მომსახურების კომპანიის წარმომადგენელს ვეკითხები ხოლმე, რომ განმარტოს და საზოგადოებისთვის ინფორმაცია იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი და ყველა წყაროდან მიეწოდოს, რა საჭიროა გეგმური გათიშვები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს წყალმომარაგება. რა არის გეგმური გათიშვა წყალმომარაგების სექტორში და რა სამუშაოებს მოიცავს? გეგმიური გათიშვები ჩვენს შემთხვევაში დაკავშირებული არის ძირითად შემთხვევაში ქსელების რეაბილიტაციასთან, ლოკალურ შეცვლა განახლებებთან, ურდულების პროგრამასთან, ნებისმიერი აქტივობა ჩვენ რასაც პრევენციის მიზნით ქსელზე ვახორციელებთ, რომ შემდგომში უკვე უმართავი არაგეგმიური დაზიანებები და წვეტები არ მივიღოთ, ეს დაკავშირებული არის უშუალოდ ამ კომუნიკაციაზე გარკვეული ტიპის ღონისძიებით და ჩარევით, რომელთა უმრავლესობაც სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. თუ ჩვენ მილებს წყლისგან არ დავცვლით, ვერც ურდულს შევცვლით, ვერც გარკვეული ტიპის მონაკვეთს ამოვცვლით, შესაბამისად გეგმიური დაზიანებების რიცხვი თავის მხრივ დიდწილად მომდინარეობს აქედან. რაც უფრო ჩვენ მეტ პრევენციულ არ ესე ვთქვათ მაკორექტირებელ ღონისძიებას ვაკეთებთ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახით ქსელზე, თავის მხრივ გეგმიური წვეტების რაოდენობა მასთან არის დაკავშირებული. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში და თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების გაუმჯობესებაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ეტაპზე კიდევ მოგვაწვდით ინფორმაციას იმ პროექტების შესახებ, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით Georgian Water and Power-ის მიერ განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე.